პროექტი შავი ჩოხა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა, როსტომ ჩხეიძის წიგნის მიხედვით განხორციელდა აუდიო სერიალის სახით. თბილისის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით და ხელშეწყობით. პროექტი ეძღვნება ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას და 1924 წლის ტრაგიკულ სისხლიან მოვლენებს და სახალხო ეროვნული აჯანყების 100 წლის თავს. აუდიო სერიალი მომზადდა შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტის რადიო კინოს ფარგლებში სტუდია კოცის ბაზაზე. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა. თავი 21. ჩოლოყაშვილობა ულმობელი დამღა. ნინო მეღვინე თუ ხუცესი ყოველდღე გახყავთ დაკითხვაზე და საათობით ტანჯავენ. მერე თამარსაც მოუწევს დაკითხვაზე გასვლა და რადგანაც ირწმუნება მამა შინ არასოდეს მოდიოდაო, განრისხებული მილიციის უფროსი დაემუქრება, ეზოში დიდ კასრში ჩავაგდებინებ შენ თავს და ცეცხლს აგიკიდებო. მართლაც მილიციელები ჩაავლებენ ხელს და ეზოსაკენ წაათრევენ. შიშისაგან ფეხები ეკეცება, მაგრამ დედის სახე უდგას თვალწინ და ხმას არ იღებს. უფროსი კვლავ უკან დააბრუნებს და ისევე მუქრება, მაინც რომ ვერას გახდება, 3 წლის ქეთევანს გამოიძახებს. გაიხსენე, იქნებ სადმე გინახავს მამა შენიო. 7 წლის ბავშვის დაკითხვამ გაგვაოგნა და ახლა სულაც 3 წლისა. ბავშვი ახსენებს სახელს მიშა. თითქოს და მას წაეყვანოს ტყეში მამის სანახავად. მეორე დღეს მიშა ჭავჭავაძესაც დაიჭერდნენ. გაიმეორე სადნახეო, გაიხსენე. გაიმეორე სადნახეო. ახლა დედისთან დასწრებით ჩააცივდებოდა მილიციის უფროსი და ქეთევანი ბავშვური გულუბრყვილობით მიუგებდა. აგერ იქ, იმ ფანჯრის უკანო. როდის ნახე? არ ეშვებოდა დამკითხავი და ხვალო, უპასუხებდა პაწია. 3 წლისა, 3-ის. განრისხდებოდა დამხტური და ბრძანებდა, რომ ორივე ბავშვი სარდაფში ჩაეყარათ და მთელი ღამე იქ ეყურყუტებინათ, ბნელსა და ცივში, ვირთხები რომ დარბოდნენ და გადმორბოდნენ. ქეთევანი შიშისა და სიცივისაგან რომ კანკალებდა და ტიროდა, ეს ხომ ასეც იქნებოდა. გასაკვირია თამარმა უჩვეულო სტოიციზმით რომ აიტანა ეს უმძიმესი ყოფა. 7 წლისა, 7-ის. ბები ანეტა იხვეწებოდა, მეც ბავშვებთან ერთად მამყოფეთ სარდაფშიო, მაგრამ ამხელა ჰუმანიზმს მილიციის უფროსი როგორ გამოიჩენდა. ასე გადაჭდობია ერთმანეთს პიროვნული თვისებანი და პარტიული მოთხოვნანი. ეს გადაჭდობაა და არაფრად რომ არ უღირს ქაქუცა ჩოლოყაშვილს შეუთვალონ. დაგვნებდი თორემ შენს უფროს ქალიშვილს ცოცხლად ჩავაყოლებთ საფლავში მამია ერისთავსო. ეს ის ერისთავია, შეფიცულთა გასანადგურებლად რომ დაძრულიყო, მაგრამ თავი წაეგო და ახლა ბოლშევიკები სხვერპლ შეწირვას უპირებდნენ.
რამხელა განცდებს იტევს ეს ლაკონიური ფრაზა, სულიერი შფოთვის უსაზღვროებას, რაკიღა, თუ ღმერთმა არ გადმოაფარა ბავშვს, მოწყალების კალთა, ეს შემზარავი დაპირება აუცილებლად შესრულდება. ეს ორი დღეღამე დედას და ყველა დანარჩენ პატიმარს თეთრად გაუთენებიათ. სასწაული იხსნიდა ციცნას ცოცხლად დამარხვისაგან. 9 წელზე მეტი გაილეოდა თელავის სატუსაღოში, მერე კი ქაკუცას ოჯახსაც თბილისში გადმოიყვანდნენ და ჩეკას შენობაში გამოკეტავდნენ. ნინოს დაემუქრებოდნენ. ბავშვები თავშესაფარში არიან მისაბარებელნი და თუ არ დათანხმდები, ვეღარასოდეს იხილავ ვერცერთსო. ბევრს იტირებდა და ივალალებდა ქალი, მაგრამ პატიმართა ქალთა რჩევას უფრო დაუჯერებდა და თავის ნებით არ დასთანხმდებოდა. ამჯერადაც სასწაულს უმადლის თამარი, ხელს რომ არ ახლებდნენ. თუმცა ახლა მეტეხის ციხეში მოუწევდათ ყოფნა ბებეშკებთან, ყველა ჯურის ქურდქალებთან, კახპებთან თუ დამნაშავეებთან ერთად. უეცრად ბავშვებს თავისუფლებას უბოძებდნენ, ოღონდ ვინმეს უნდა წაეყვანა. ვინმეს და თურმე პაპა ილია მეღვინეთ უხუცეს. იგი არ დაეტუსაღებინათ, რაკიღა ეიმედებოდათ. შესაძლოა ქაკუცა გამოჩნდეს მის სიახლოვეს, ანდა თვითონ მოინდომოს სიძის მოძებნა და თავის და უნებურად დაგვაყენოს მის კვალზეო. იმიტომ ჩამოსულიყო აწყურიდან, რომ მოსაკითხი შეეგზავნა შვილისა და შვილიშვილებისათვის და მოულოდნელად ასეთი გასახარი ამბავი დახვედროდა. რა გული გაუძლებდა მთელი ღამე მეტეხის ციხესთან არ გაეტარებინა, რათა დილით ბავშვები წაეყვანა. დედა ღელავდა და ეშინოდა, ხომ არ მომატყუეს და ბავშვები თავშესაფარში ხომ არ მიხავთო. პატიმარმა ქალებმა მხარზე დაიყენეს და პაწაწინა სარკმელიდან დაანახეს, როგორ მიხავდა პაპას აქეთ-იქეთ ხელჩაკიდებული, გათავისუფლებული ორი პატარა პოლიტიკური პატიმარი, 3 და 7 წლის ბავშვები. თელავში მიაყენებდა კარს თავის ნათესავს, მაგრამ ის დაშინებულ დაზაფრული სასწრაფოდ უკანვე გამოისტუმრებდა. ეგენი ჩემი ნათესავები არ არიანო. ვერ შეიფარებდა პოლიტიკური ბანდიტის შვილებს, დასაჭერად ვერ გაიხდიდა თავს. და დამქანცველი გზა აწყურისაკენ, მთელი ღამე 13 კილომეტრის გავლა ფეხით. ორ თვეში პაპაც უნდა დახვრიტონ. ბავშვებს მამიდა შეიფარებთ, მაგრამ მეორე დღესვე ქმარს რომ დაუპატიმრებდნენ, ისიც საჩქაროდ მიაბრუნებდა თამარსა და ქეთევანს შინ. კახეთის სოფლებში ყველგან ქაღალდებს გამოაკრავდნენ ბოლშევიკები. აბა გაბედეთ, ქაკუცა ჩოლოყაშვილის შვილების შეკედლება ან მოვლაო. ასე ვიყავით მარტოკები, შიერნი, დაუბანელნი, ყველასაგან დავიწყებულნი. ქარის ზუზუნის დროს სახლის სახურავი რომ ჭრიალებდა, შიშით შინ ვეღარ ჩერდებოდით და გარეთ კაკლის ძირში ვსხდებოდით ხოლმე და
თელ ღამეს აქ ვატარებდით. და მაინც ასეთი ჯოჯოხეთური სინამდვილეც ყოველთვის დამამშვიდებელია ერთგულ და უშიშარ ადამიანთა სახებანით. აგერ ქაქუცას ოჯახის მოურავის, გიოქიტიაშვილის, ქალიშვილი ბაბია ღამ-ღამობით ფარულად რომ დადიოდა ბავშვებთან, საჭმელს უმზადებდა, პურს უცხობდა და უვლიდა. ბებიდა ვარო ანდრონიკაშვილი გვიან შეიტყობდა ბავშვების ამბავს, მიაკითხავდა და თავის ნათესავს მიაყენებდა კარზე თელავში. ის ძალიან შეწუხდებოდა. ოთახს კი დაგითმობთ, მაგრამ ვაი თუ ჩემი შვილებიც დაიჭირონ. ამიტომ საქათმეში შედით. და თუ პასუხს მომთხოვენ, თავის გასამართლებელი საბუთი მექნება, ჩემს უნებართვოდ შევიდნენ მეთქი. ერთ წელიწადს იმ საქათმეში გაატარებდნენ. 13 ქალს ნინო მეღვინეთუხუცესთან ერთად დახვრეტის მუხლი რომ ჰქონდათ შეფარდებული, ქაქუცა ჩოლოყაშვილი დატოვებდა თუ არა საქართველოს ტერიტორიას, აღარ დახვრეტდნენ და სულაც გაათავისუფლებდნენ. ნინოს თელავში ცხოვრებას აუკრძალავდნენ. შვილებსა და დედასთან ერთად თბილისში უნდა გადმოსულიყო საცხოვრებლად და თვეში ერთხელ ჩეკაში გამოცხადებულიყო. ასე იქირავებდა შორეული ნათესავის ბინას და ახალ ცხოვრებას შეუდგებოდა, თუ ამასაც ცხოვრება ერქვა. ნუ გაგიკვირდებათ, ბავშვების სკოლაში მისაღებად საკუთარი გვარი და წარმოშობა რომ შეუშლიდათ ხელს. როგორც იქნა მე-18 სკოლის 4 წლედის დირექტორი, თვითონაც შერისხული გვარისა ვახვახიშვილი აიღებდა თავის თავზე ბავშვების მიღებას, ოღონდაც დედას გააფრთხილებდა. ნურავისთან წამოწდებათ, ვისი შვილები არიანო. იგივე განმეორდებოდა 7 წლეთში მოსახვედრად. იმის დამთავრების შემდეგ კი სკოლის კარი ჩაერაზებოდათ და თამარი მეგობართა წყალობით ვეტ ტექნიკუმში თუ შერგავდა თავს. დიდედა რომ გარდაიცვლებოდა, უსახსროდ დარჩენილ, შავსიაში შეტანილ ოჯახს მისი დასამარხი ფულიც არ მოეპოვებოდა. გამოუჩნდებოდნენ მშველელნი, რათა შესაფერისად დაესაფლავებინათ. ტანჯვა გასაჭირი არც შემდგომ მოკლებოდათ. ნინო დამლაგებლად მუშაობასაც აღარ ითაკილებდა. თამარს კი არქიტექტურის ფაკულტეტზე შესასვლელად კვლავ გვარი შეუშლიდა ხელს. მისი სახელი ჩეკას შენობაში მაშინაც ამოტივტივდებოდა უეცრად გიორგი შატბერაშვილს, ახალგაზრდა პოეტსა და დრამატურგს, რომ მოსთხოვდნენ პასუხს. როგორ თუ ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბრუნებას ელოდები, ლექსს რომ უძღვნი ასე თავხედურად და თანაც 1924 წლის აგვისტოს ავანტურის ამ 10 წლის თავს აღნიშნავ ამ პუბლიკაციით. შემთხვევით არ დაამთხვევდი მნათობის 1934 წლის აგვისტოს ნომერსო. მიძღვნა თუჩს, თავად ჩოლოყაშვილს რომ ნიშნავდა. ამ გამჭვირვალე ქარაგმის გაშიფვრა კითხვას თუ არ უნდა გაძნელდებოდა, არც ჩეკაში მოკალათებულ ადამიანებს დარჩებოდათ საიდუმლოდ, თუ არა დასმენებს რა გამოლევდა და ბარემ ეღიარებინა ანტისაბჭოთა განზრახვით რომ მოქმედებდა. დამსმენთა მონდომება წინასწარვე გაეთვალისწინებინა ჭაბუკ პოეტს და ამიტომაც დაექარაგმებინა თჩ და არა ქჩ.
ეს შიფრი პირდაპირ მიუძღოდა დაინტერესებულ ადამიანს ქაკუცა ჩოლოყაშვილისაკენ, თკი პასუხის საშუალებას გიტოვებდა. თავადი რამ გაფიქრებინათ, როდესაც თამარი იგულისხმებაო. ბანდიტა ჩერაცხილი კაცის ოჯახს ვერ სცილდებოდა, მაგრამ სხვა პოლიტიკური მოწოდება და სხვა სატრფიალო სტრიქონები. ის მოლოდინი თუ ეროვნული აჯანყების განმეორების რწმენით აღუსილიყო, ეს მოლოდინი სანატრელი ქალისაგან მოწყალების თვალით გადმოხედვას ნატრობდა. ეს იყო და ეს. სიყვარულისთვის კი რატომ უნდა დაესაჯათ? უკანასკნელ ტრფობამდე მარჯვედ შეენიღბა თავისი განცდა. დაბეჯითებით ვერ ამოიცნობდი გმირის დაბრუნებას ოცნებობდა თუ სატრფოდ დასახულ ქალთან შეხვედრას, მაგრამ ის დამაგვირგვინებელი ტაეპები, ეს საუკუნის წარმოსახვა მხრებზე, ეს ჰუნეს გამოჭენება, ვინ დაგიჯერებდა? ასეთი ასოციაციები რომ გიჩნდებოდა, შორს ცილდებოდა სატრფიალო განწყობილებას და უშუალოდ აგრძელებდა გრიგოლ ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა თუ ვაჟა ფშაველას მიერ დამკვიდრებულ გმირის მოლოდინის მოტივს, თანაც ზოგად სწრაფვას კი არა, არამედ რეალური პიროვნებისას, ხორცშესხმულის, რაინდული ჟამის გამმეორებლის, რომელსაც წამოწყებით წამოეწყო დიდი გამოხსნის ღვთიური მოვალეობის აღსრულება, მაგრამ 10 წლის წინათ არ დასცლოდა და კვლავ უნდა აღედგინა ის ბრძოლა, როგორც გარდაუვალობა. განა ამ მოლოდინს არ აეფორიაქებინა ტყეში გასული ხალხი, ქაკუცასაც რომ მისწვდებოდა ამ ფორიაქის ექო და ისიც სანატორიუმიდან თავდაღწევას ეშურებოდა, დროზე ღელვარება არ განელდესო. მიხეილ ჯავახიშვილის 1927 წლის უბისწიგნაკის ჩანაწერისა არ იყოს, საქართველოში ხომ ათეულ ათასებს წაერთვათ ყოველივე, გარდა შურის ძიების გაუმაძღარი წყურვილისა. განა მოლოდინს არ შეეღწია მიხეილ ჯავახიშვილის რომანის ფინალშიც არსენა ოძელაშვილის დაბრუნების რწმენა, გარდაუვალი დროის ნაცვლად სწორედაც ახალ განწყობილებას რომ აირეკლავდა. და რა გასაკვირია, რომ პოეტური სტრიქონებიც ამავე სულისკვეთებით აღსილიყო, მით უმეტეს გიორგი შატბერაშვილისათვის უკვე ცნობილი გახლდათ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანის შთამაგონებელი ილიკო ორბელიანი კი არა, ალექსანდრე ბატონიშვილი იყო. მისი მერანი ჰქროდა იმ პოეტურ შედევრში და დაე იმ ჯადოსნურ რაშს ქაკუცა ჩოლოყაშვილის ჰუნე შესთამაშებოდა ახალი საუკუნის გადმოსახედიდან. საბედისწერო გაუხდებოდა ეს პოეტური შემღერება და შუა აზიაში უკრავდნენ თავს. იქამ მტკიცე, თამარ ჩოლოყაშვილს რომ შესტრფოდი, მამამის კი არ შესთხოვდი ავანტურის განმეორებასო. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე.